მოგესალმებით, ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების საქართველოში დღეს გადმოასვენეს. ქართველი ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით სამშობლოში გლოვის დღეა გამოცხადებული. უმძიმესი დღე გაუთენდა საქართველოს. გუშინ თავს დაესხნენ ავღანეთში ნატოს ოპერაციის მონაწილე საქართველოს ქვედანაყოფს. დაიღუპა 7 სამხედრო მოსამსახურე. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ამ შემზარავი ტრაგედიის გამო. კეცვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე. სამძიმარს უცხადებდა თანაუგზნობ მთელ საქართველოს. ვიზიარებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. მათთან ერთად გლოვს მთელი საქართველო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა. ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი ექიმებისგან პირადად მიიღო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაჭრილ სამხედროებს გაისაუბრა. მან ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. 42 ბატალიონის სამხედრო ექიმის მაიორ ზურაბ ზაქარიაძის თქმით, ქართველი გმირების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამბოხებულთა შეტევის შედეგად ყავს ქართველი დაჭრილი სამხედროები, ყველა მათგანი გადმოყვანილია ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში, ბასტიონის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში. უმრავლესობას აღენიშნება ბარო ტრავმა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ამჟამად და არიან 24 საათის განმავლობაში მაღალკვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს კონსერვატიული პარტიის მეხუთე ყრილობა გაიმართა. კონსერვატიული პარტიის რიგით მეხუთე ყრილობა მისი თავმჯდომარის განმარტებით ვადაზე ადრე აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად ჩატარდა. ზვია ძიძიგურის თქმით, აუცილებელია ახალგაზრდული გუნდისა და ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება. მისი ინფორმაციით, კონსერვატორები ამჟამად რეგიონულ ლიდერებს არჩევენ. კონსერვატიულ პარტიას ვიდეო საშუალებით პრემიერ-მინისტრს მიმართა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, კონსერვატორები კოალიციის ერთ-ერთი ძლიერ რგოლს წარმოადგენენ. პარტიის ყრილობას მოწვეული სტუმრების დაესწრენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი. ყრილობა ჩავატარეთ ვადაზე ადრე, ვინაიდან საჭიროა პარტიაში ცვლილებები, ჩვენ ვეძებთ რეგიონალურ რაიონულ ლიდერებს, პარტიაში საჭირო არის სერიოზული ახალგაზრდული გუნდის მობილიზება, ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება. ამ ამოცანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უპასუხებთ, თუ კი ჩვენ სწორედ წესდებაში ცვლილებების შეტანის გზით ახალ ადამიანებს გამოვკვეთავთ პარტიაში და ძალიან სერიოზულ და აქტიურ საქმიანობას ვაპირებთ. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ყრილობა კონსერვატიული პარტიის ცხოვრებაში იქნება ერთ-ერთი გადამტეხი. დემოკრატია ეფუძნება ძლიერ პარტიებს. ამდენად პარტიების მუშაობა, მათი გაძლიერება სტრატეგიული მნიშვნელობის არის ჩვენი დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მივესალმები კონსერვატული პარტიას. ჩვენ რესპუბლიკელები მოხარული ვართ, რომ კონსერვატიული პარტიის სახით, მისი ლიდერის ზვია ძიძიგურის სახით ყავს ნაცადი მეგობარი, პარტნიორი, რომელთანაც გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, ჩვენ ვართ ლიბერალები, ისინი არიან კონსერვატორები, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ ერთმანეთის შევსებას და არა ერთმანეთთან ბრძოლას. და ეს წლებმა დაადასტურა. მოხარული ვარ, რომ კოალიციაში ერთად ვართ, პასუხისმგებლობა ერთად ავიღეთ ქვეყნის წინაშე. მათი ყოფნა ჩვენთვის დიდი ძალაა, დიდი იმედია და ერთად შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რაც ქართველ ხალხს მივეცით. საქართველოს ყველა იუსტიციის სახლში დევნილ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ გადაეცემათ. ოზურგეთის იუსტიციის სახლი არა მარტო მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულ დევნილებს მოემსახურება, პირადობის მოწმობის აღება სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც შეუძლიათ. აქცია ერთთვიანია და იგი 23 ივნისს დასრულდება.
მიმდინარეობს აქცია, რომელიც ითვალისწინებს დევნილებისათვის უფასო ID ბარათების გაცემას. აღნიშნული აქციის ფარგლებში მხოლოდ და მხოლოდ შაბათ-კვირას მიმდინარეობს დევნილებზე უფასო ID ბარათების გაცემა. დევნილები თავისუფლდება როგორც ფოტოსურათის ღირებულებისაგან, ასევე მომსახურების საფასურისაგან. აღნიშნული აქცია, როგორც მოგახსენეთ, დაიწყო 25 მაისს, შესაბამისად დიდი აქტივობით მოდის დევნილები, ამავე დროს ველოდებით კიდევ ვთქვათ შესაბამის მოსვლას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელ ძლიერმა სეტყვამ სერიოზული ზარალი მიაყენა. სოფელ კოხნარისა და საჭამიასერის მოსახლეობას წლის მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. სოფელ კოხნარსა და საჭამიასერში საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სოფელს ძირითადი შემოსავალი ხილი, ბოსტნეული და ასევე საყანე ფართობები გაუნადგურა. ბაზარზე დამოკიდებული მოსახლეობის ძირითადი სარჩო ბალი, ტყემალი, მსხალი და თხილია, რომლითაც ისინი ზამთრის სარჩოს იმარაგებენ. სტიქიური მოვლენა, რასაც ქვია სეტყვა. იყო აი მასიური ცვენა, აი ლოდები შეიძლება ისე ეთქვას, კვერცხის ვარიის კვერცხის ხელა ყინის ლოდები ცვიოდა ზემოდან. დააზარალა ფაქტიურად ხეხილი, ძალიან დააზარალა ხეხილი, ვენახები, თხილი განსაკუთრებით. ჭირირა რეგიონის ცხოვრები ვარ და ჩვენთვის ერთად შემოსავალი ხილი და თხილია განსაკუთრებით და ამიტომ ეს ზარალი 1 ტონა იქნებოდა, ახლა ბალი მოსაკრეფი რაც მქონდა 18 ძირამდე არის მაინც. უნდა 50 კილოზე ნაკლები მაინც არ მევიდოდა თითო იმაზე 1 ტონამდე იქნებოდა მსხალი. დანარჩენი იმისა ნამყენი ტყემლები გვაქვს 1 ტონა, აგერ ლარად მეშოკებით მიქონდნენ აი მწვანე ტყემალი. მაგრამ ჯერ ვიფიქრი ამ ბალც მოკრიფავ და მე იმ ტყემალს მე მივადგები მეთქი და აღარც უმუშევარი ძალი და შვილი მყავს. 3 შვილი მყავს 2 წლისა უმფროსი და ტყუპები 2 წლის არიან. ამ ვართ მარტივი ამ ხეხილის მოიმედ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩოხატაურში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. შესაბამის სამინისტროებს დაუკავშირდით გუშინვე, დღეს დილითვე უკვე ჩამოვიდა სოფლის მეურნეობიდან კონკრეტულად წარმომადგენლები. ვიყავით ადგილებზე, აბსოლუტურად გავიარეთ ყველა სოფელი, თითქმის ყველა ოჯახი. შექმნილია ადგილობრივ დონეზე კომისია, მაგრამ აქ არის ერთი სპეციფიკა. ზარალი დაახლოებით ამ წუთისთვის რაც შეიძლება ვთქვა 10-დან 20%-მდეა, მაგრამ 3-5 დღის დაკვირვების შედეგად შეიძლება ზარალის დონე მოიმატოს. და აქედან გამომდინარე ზუსტი ციფრის და ზუსტი პასუხის თქმა ამ წუთისთვის არ შეგვიძლია. რამოდენიმე დღე ჭირდება რომ ზუსტად გამოიკვეთოს ზარალი, იმიტომ რომ ეს თავისი პროცედურაა და პროცესია. მემცენარეობაში შესაბამისად თქვა ესე ჩამოყალიბდით, შევჯერდით ადგილობრივ გამგეობის მიერ, მე როგორც საქმის ხუშევა შეიქმნება შესაბამისი კომისია ამ ზარალის დამთვლელი, სადაც სპეციალურად ჩვენი სამსახურის წარმომადგენლების მიიღებენ მონაწილეობას და თითოეული სოფლის მიხედვით, სადაც მოხდა ეს ზარალი, თითოეულ მოსახლის მიხედვით აღიწერება ეს ზარალი, რომელიც შესაბამისად თქვა გადმოიგზავნება, ჩვენც მივიღეთ ინფორმაციას და შემდეგ თუ იმასთან დაკავშირებით შემდგომ მოგახსენებთ თქვა ქმედებები რა შეიძლება იყოს განხორციელებული. რით გაიტანენ თავს და რა იქნება 2013 წელს ორი სოფლის სარჩო, საკმარისი იქნება თუ არა მათთვის ის მცირედი დახმარება, რასაც მათ ხელისუფლება გაუწევს, გაურკვეველია. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბუნების კანონს წინ ვერაფერი აღუდგება და მოსათხოვიც არავისთან არაფერი აქვთ. 9 ივნისიდან სამაუწყებლო კომპანია გურია კულინარულ შოუს ჩვენებას იწყებს. ყოველ კვირა დღეს საღამოს 9:30-ზე ცნობილი სტუმრები საინტერესო კერძებს მოამზადებენ. სავსე ოჯახი, ასე ქვია შოუს, რომელსაც მაყურებელი უკვე 9 ივნისიდან იხილავს. გადაცემის მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ოზურგეთისთვის ცნობილი სახეების საფირმო კერძებით. ყოველ კვირას მაყურებელი მართლაც საინტერესო შოუს ნახავს. როგორც გადაცემის ავტორი ხათუნა სიორიძე ამბობს, კულინარიული შოუს გაკეთების იდეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაუჩნდა. ეს იდეა დაიბადა ამერიკაში ყოფნის დროს. 13 ABC-ის ტელევიზიაში მივიღე მონაწილეობა კულინარიულ შოუში და გადავწყვიტე მსგავსი შოუ გამეკეთებინა ჩვენს ტელევიზიაში. მოვიწვევთ ცნობილ ადამიანებს და ვისაუბრებთ მათ ტრადიციებზე. მინდა რომ ხალხმა უფრო ახლოს გაიცნონ ისინი და მგონი რომ ძალიან კარგი შოუ გამომივა. შოუს წამყვანი ქეთი მგელაძეა, როგორც თვითონ გითხრა, საქმის თავიდანვე ხალისით მოეკიდა. გადაცემაზე დიდი მონდომებით მუშაობს და მაყურებლის სიმპათიის დამსახურების იმედიც აქვს. მიხარი რომ ძალიან საინტერესო შოუს წამყვანის ამპლუაში მიწევს ყოფნა, ყოველ კვირას ჩვენს მაყურებელს თავაზობთ საინტერესო სტუმრებს და გემრიელ კერძებს და შევეცდებით ჩვენს გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა და სავსე ოჯახი ვაჩვენოთ.
გადაცემას რესტორანი ფიროსმანი უმასპინძლებს. შოუს ჩაწერა სწორედ იმ ლამაზ ინტერიერში მოხდება, რომელიც ფიროსმანმა სავსე ოჯახს დაუთმო. გადაცემის პირველი სტუმარი ყველასთვის ცნობილი ქალბატონი, ნომერ 2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჯაფარიძე იქნება. დაელოდეთ სავსე ოჯახს, მის მომხიბვლელ წამყვანს და საინტერესო სტუმარს, კვირას 9-ის ნახევარზე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოჩი ამხანაგური შეხვედრა ფრენბურთში ოზურგეთისა და ზოტის გუნდებს შორის გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ზოტის გუნდმა მოიპოვა. გურიის რეგიონში ფრენბურთის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ზოჩში ამხანაგური შეხვედრა ოზურგეთისა და ზოტის ნაკრებ გუნდებს შორის შედგა. შეხვედრა, რომელსაც ორგანიზება გურიის მხარის ფრენბურთის ფედერაციამ, ოზურგეთის სპორტსკოლამ და სპორტის განვითარების ცენტრმა გაუკეთა, თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და 2-1 ზოტელების გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული შეხვედრით საფუძველი ზოტის ფრენბურთის სექციას ჩაეყარა. ზოტის ნაკრები გუნდი სასპორტო სკოლასთან თანამშრომლობით ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას. ზოტელები სპეციალური დარბაზის არსებობის სურვილსაც გამოხატავენ. ზოს ძლიერი გუნდი ყავს, ბავშვები არიან მობილიზებული, ყველაფერს აკეთებენ როგორც სპორტსმენი და ძალიან მაყოფილი ვართ დღევანდელი დღის. ჩვენს რა ვიცი, დიდი კარგი პირობები არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ რომ ჩვენს კარგად ვითამაშოთ და დღევანდელი თამაში რაც შეეხება ძალიან კარგი იყო. ყველაფერი სოფელის განვითარდება. მინდა რომ როდესმე აქ ის იყოს დარბაზი რა ფრენბურთისა ყოველივე კალათბურთი, ჩოქბურთი რამე რომ იყოს განვითარებული და ყველა ხალხი უნდა განვითარდეს სპორტში. აი ამ ადამიანებს, რომ ადამიანებს მართლა გამოცდილ გუნდს ეთამაშა და მოუგო, ასე ქვია, არა აქვს დარბაზი, როდესაც ამ სოფელში ზოთში თითქმის 6 თვე ზამთარია და თოვლიანია. ანუ რო შეექმნას და მე როგორც სპორტის სკოლის ხელმძღვანელი ჩოხატაურში უკვე დავინტერესდი და აქამდე დაინტერესებული ვიყავი და აწიც ინტერესი მექნება და დავსვა ყველასთან საკითხს, რომ აუცილებლად ამ სოფელს ჰქონდეს სპორტული დარბაზი. ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სპეციალური დიპლომები დააჯილდოვა. ზოტის ნაკრებ გუნდს გამარჯვების ნიშნად კი სპეციალური თასი გადაეცა. ეხლა ჩვენს ეთერში ამიდის პროგნოზის როა, რომელსაც ტრადიციულად ჩემი კოლეგა ნათია მუქერია წარმოგიდგენთ. მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს ყოველდღიური ამიდის პროგნოზი, წინ გამოსასვლელი დღეები, ასე რომ თავაზობ ჩვენს რეგიონში მოსალოდნელ ორდღიან ამიდის პროგნოზს. ხვალ ოზურგეთში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ნაწილობრივ მზიან ამის, დღეს მეორე ნახევარში მოსალოდნელი წვიმით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 28 გრადუსი, მინიმალური იქნება 16, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. კვირა დღე ოზურგეთში კი დაფიქსირდება უმეტესად ღრუბლიანი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 27 გრადუსი, დღეში ღამით კი იქნება მხოლოდ 15 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ლანჩხუთში ხვალისთვის სინოპტიკოსები ვარაუდობენ უმეტესად ღრუბლიან ამის, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აქ დაფიქსირდება 26 გრადუსი, მინიმალური კი იქნება 14, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი და კვირა დღე იქნება უმეტესად მზიანი, ჰაერის მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება 15-27 გრადუსი და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჩოხატაურში კი ხვალისთვის სამწუხაროდ მოსალოდნელი არის ნალექი, თუმცა დღის მეორე ნახევარში შესაძლოა რომ იყოს ნაწილობრივ მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აქ დაფიქსირდება დღისით 28 გრადუსი, ღამით იქნება 16 და იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. კვირა დღე კი იქნება ასევე ნაწილობრივ მზიანი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაფიქსირდება 27 გრადუსი, ღამით კი იქნება 14 და იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. მეკეთილი სურვილებით, გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის. ამიდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგვაცნო. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი დღეს ამით ასრულებს მუშაობას. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.